ნიკოლ ლორთქიფანიძე ლიპარასკევობაში. კაი გამარჯობა, მე გიორგი ლიპარიშვილი ვარ, იგივე ლიპარა მოსწავლებელი და დღეს ლიპარასკევებაა ჩვენი გადაცემის დღე და როგორც უკვე დასაწყისშივე გითხარით, დღეს ნიკოლ ლორთქიფანიძე იქნება ჩვენი სტუმარი. თავისი წიგნით იქნება ჩვენი სტუმარი, რომელსაც გაგაცნოთ და წარმოგიდგენთ. თუ გჯერათ ერთი ნახვით სიყვარულის, ერთი კითხვით სიყვარულსაც დაიჯერებთ, ზუსტად ასეთია ნიკოლ ლორთქიფანიძე, შეიძლება ერთი პირველივე წაკითხვის დროს მოგნუსხოთ და თავი შეგაყვაროთ. მეც პირველად დაახლოებით 30 წლის წინ წავიკითხე და მაშინვე გულში ჩამივარდა მისი ნაწერები, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძიმე ნაწერები იყო და არა სასიყვარულო ამბები ამ მის პატარა ნოველებში. მე 5 კლასში ვიყავი ჯერ კიდე, როცა მის გულს ვკითხულობდი ლიტერატურულ კონკურსზე, სადაც ემიგრანტის გულზეა ლაპარაკი. მე წავიკითხე მისი სხვა მოთხრობებიც. მაგრამ დღეს სულ სხვა მოთხრობა უნდა გაგაცნოთ, რომელიც სასკოლო წიგნებშიც შევხვდებოდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ რამდენიმე თვით ადრე ამოიღეს სასკოლო სახელმძღვანელოებიდან ჩასაბარებელი ლიტერატურიდან, თითქოს აღარ იყო საჭირო, თითქოს თანაგრძნობის გამო დაგვეცალა ადამიანები. ნიკო კი იყო ადამიანი, რომელიც გრძნობებით იყო სავსე, დაიბადა იმერეთში, წყალტუბოს რაიონთან ახლოს ერთ-ერთ სოფელში, ჩუნეში, ამ სოფელში სამყოფი ვარ მის სახლ-მუზეუმში, თავადური წარმომავლობის იყო და მისი დიდი ბაბუა კიდევ მეფე სოლომონ მეორის ბავშვობის მეგობარი იყო და მე კიდევ ფიცის კაცებად მოიხსენიებოდნენ ლორთქიფანიძეები მეფის კარზე, რომლებიც მეფის მუდმივ დაცვას, სასახლის დაცვას წარმოადგენდნენ. თვითონ ნიკოლ ლორთქიფანიძე კი თავიდან ქუთაისში სწავლობდა, სადაც ერთხელ ჭუბიც მოუვიდა, მაშინ 1900 პირველი წელი იყო, რუსები მაშინაც ბობოქრობდნენ ჩვენს ქვეყანაში და ერთ-ერთ სპექტაკლში, სადაც ცდილობდა რუსების დასი ცდილობდა, რომ ქართველებს და ებრაელებს შორის შუღული მტრობა ჩამოაგდოთ, ნიკოლ ლორთქიფანიძე მეგობრებთან ერთად გამოესარჩლა ამ ამბავს, რის გამოც დააჯარიმეს, დააკავეს პოლიციელებმა, თუმცა მერე ჯარიმა ორთვიანი პატიმრობით შეუცვალეს. პატიმრობის მერე ნიკოლ ლორთქიფანიძე ჯერ უკრაინაში სწავლობდა, სადაც არ დაუმთავრებია უნივერსიტეტი, შემდეგ კი ავსტრიაში გადავიდა და მის საცხოვრებელს ეწერა კარზე პრინცი ლორთქიფანიძე. საკმაოდ ამბიციური იყო და ამბიციური იყო მისი ერთგულება ქვეყნის და სიტყვის მიმართაც. წერდა გაზეთებში, გამოცემდა გაზეთებს, რომელი გაზეთიც მერე დაუხურეს კიდევაც. და წერდა მინიატურებს, 200-ზე მეტი მინიატურა და ნოველა აქვს დაწერილი, ორიოდე პიესა და საკმაოდ სიტყვა ზუსტი მწერალია ნიკოლ ლორთქიფანიძე, თითქოს წონიდა სიტყვებს და ყველა მოთხრობაში კონკრეტული სიტყვები აქვს ჩამოწიკწიკებული. ალბათ ბევრი ქვეყანა იამაყებდა ნიკოლ ლორთქიფანიძით და მისი ნაწერებით, რომ იმ ქვეყნის შვილი ყოფილიყო ნიკოლ ლორთქიფანიძე. მოთხრობა, რომელიც დღეს უნდა წაგიკითხოთ, 100 წლის წინ არის, 101 წლის წინ არის დაწერილი. ეს არის თავსაფრიანი დედაკაცი ნიკოლ ლორთქიფანიძის ერთ-ერთი და არა მარტო ნიკოლ ლორთქიფანიძის, ვფიქრობ, რომ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრი, სადაც როგორც თქვით, ყველა სიტყვა ზუსტია, ყველა სიტყვა თითქოს სუნთქავს და გველაპარაკება. და რაღაცას გვასწავლის. მე სულ მეშინოდა ხოლმე, რომ რაღაცნაირად თავსაფრიანი დედაკაცის გმირს არ დამსგავსებოდი. და მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლ ლორთქიფანიძე თავად იყო, სულ წერდა და ფიქრობდა იმ ადამიანებზე, ვინც გაჭირვებაში ცხოვრობდა და ის იყო მხარდამჭერი თავისი სიტყვით და თავისი საქმით მსგავსი ადამიანების. მოკლედ, ბევრი რო არ გავაგრძელოთ, წავიკითხოთ ნიკოლ ლორთქიფანიძის თავსაფრიანი დედაკაცი. წიგნიდან, სადაც მისი ბევრი ნოველაა შესული. და ნახოთ, როგორ იკითხება. სათხარ, კარგი, დავიწყოთ. თავსაფრიანი დედაკაცი, ნიკოლ ლორთქიფანიძე. წერ შემთხვევით შეხვედრილის ამბავს. თუ ოდესმე თანჟღრეული ომნიბუსით გიმოგზაურნიათ სამტრედიიდან მახლობელ სოფლებისაკენ, თქვენ მოეჭველია დაინახავდით მესტრის იქეთ, ეზოში მოფუსფუსე შავი ჩაცმულ ქალს, რომელსაც თან დასდევდა ჭადის ნატეხით ხელში პაწია ბავში. ახლა იქ რომ ჩავიარე, დედაკაცის უნახაობა დამაგდა. გამოვიკითხე და აიძიებამ ძველ მოგონებებთან ერთად რა აღმოაჩინა. ნუ დამიწუნებთ. არ შემიძლია გრძნობა გონება შევაჩერო დიდ პიროვნებებზე. ისინი აიშლიან სულის შემხუთავ სურათებს. შემდეგ ოდესმე მათ აღმოუჩნდებათ მოციქული ვინმე მარკოზი ან იოანე. მე ვწერ
თავსაფრიან დედაკაცზე. ყველაფერი ჩატარდა ძველებურად, სულ ძველებურად, ისე როგორც ჩვენში წინათ ხდებოდა ყველგან, სადაც კი ჯვარს იწერდნენ. 40 წლის წინათ ხდებოდა ხშირად, 20 წლის წინათ ზოგჯერ, 10 წლის წინათ იშვიათად და ახლა შეუძლებელია. გაძვრა, გამოძვრა მაჭაკალი, ნამალევად შორიდან დაანახვა ქალი, მოაწყო ქალის ნახვა და მიაცემინა შარნა. და მერე ძმადებმა სამჯერ შეუცვალეს ბეჭედი, თავს დაახურეს ოქროსკავებიანი გვირგვინი, გავარდა დამბაჩა და მაჭახელა, აჭიჭყინდა ზურნა. მეფე დედოფალ სუფრაზე ცხვირის წინ ულაგებდნენ თავზე გადასაგდებს, პატარა სარკეს, მოოქროვ სათითურს, ძეწვს, თითბრის ტაშს, დანაჩანგალს, ვერცხლის მანეთიანებს და ათშაურიანებს, ქვიჯასაც და განგებ მოწვეული სოფლის მწერალის სისწორით ადგენდა სიას. სვეს, იცეკვეს არა მარტო გოგობიჭება მოხუცებულებმაც დაიშალნენ სტუმრები, აგროვდნენ დანაკლავ ადგილას ძროხა და ხარი. ეზოზე ჩოჩიელაურებმა გადაიტანა ნაჭა, საბანი, ლები, ხორაკი. გადავიდნენ 60 მანეთით დატვირთული სიძე მაყრები, რომ ახალ ადგილს ეცეკვათ, ესვათ, არა მარტო გოგობიჭებს, არამედ მოხუცებულებსაც დასახდნენ, დაფუძნდნენ. კაინ ოგროს გამოთქმდნენ 3 წელი სამჯერ გამოწეული მუცელი და შეზნექილი წელი, სამჯერ ჭორფლი და მჟავე კიტრი. ჩქარობდნენ თითქოს სადედოფლო მაქვე და თითისტარი, კეცი და ჩოგანი, ლარი და საჩეჩელი, პრასი და ოხრახურში მეწველი ძროხა, კრავიანი ცხვარი, გოჭებიანი ღორი. თხას არ გაუშვებს, ნამყენ ხეხილის სავსე კარმიდამოს გადაღრღნიან. ბატები სისინებენ და ამაუდეძებენ ტბას, ქათმები ჩიტებივი დაფრენენ ტოტიდან ტოტზე, ციცარი გასართობად, სავსე ოჯახი, სამეფო, ხარდანიანი ვენახი საკუთარ ეზოში, სიმინდის მაღალი კალო, სამესამედოდ ნაბატონართან, გაპრიალებული ნაჯახი სახელმწიფო ტყეში, წელმაგარი კომლი. ააშენა ღმერთმა ნადი, ბევრი ილაზღანდარეს, ზღაპრები თქვეს, იმღერეს, იცეკვეს, სვეს, დილას დაიშალნენ. ერთი ცხვარი მოუნდათ და ერთი ჩაფიღვინო. ქალები იყო უმეტესი, მაგრამ ამოათავეს მთელი მოსავალი, წლის სარჩო სიმინდი გადაარჩიეს, ცალკე მთადს დგას ოქროსფერი ტაროები, პატარა ხრობად ყრია დამპალი და ჭყინტი, ფუჩეთში მოდებულია მთელ ეზოში. ცოლი გოდრის ასაწევად არ მიიხმარა, მოერიდა ახალ ნალოგინებს და თვით ეცა უძინარი. კარგი სიმინდი ნალიაში, უვარგისი ცხვენზე, ფუჩეთში საბძელში, მიეგდო ხის ძირში გასაუთებული ოფლით გახვით ხული, ადგამთქნარებით ისევ სამუშაოდ, მაგრამ ხან ოფლი, სიცხე, ბოდვა, ხან სცივა, კანკალებს, სამი საბანი, სიყვითლე. რა ვიფიქრებდი, მე თვალები დასავსები, უჟმური აყვა, ექიმი და მარჩიელი, წამალი და შელოცვა, ფეხში შველი მოიარა, გელათი და მოწამეთა, თან მიიტანა მთელი ოჯახის წევრების სიგრძე, თაფლის სანთელი, საშვები არ დაადგა. თმაგაშვებული ქალები, ზარი, ფლავი, განუტევე უფალოსული მონისაშენისა, სენმა და სიკვდილმა გაანიავა ოჯახი. ქართველი ქვრივი, დედაკაცი თავსაფრინად წუღებამდის, წინდაც კი შავი. თუ გამოჩნდა მეტისმეტად ლილიან წყალში გავლებული საცვალი, თეთრი შუბლი, შავი მაყვალებით თვალები, მზეზე გაშავებული ლოყები, მოქნილი ცხვირი, სისხლისფერი ტუჩები, თეთრი გრძელთითებიანი ხელები, ეტყობა ბევრს ვეღარ საქმიანობს იმატა ობლების მტერმა, იკლო მოყვარე და იგი დადის პოლიციაში, სასამართლოში, მეზობლებთან, მამასახლისთან, თავმდაბალი საჩივრით, მუდარით, ისე რომ ვერ აჩერებს კედელი, მარკა, სიშორე, გადაიფრენს, იშოვის, გადაივლის, გასცურავს, მიიფრენს, თავისას კი მიაღწევს, ბავშვებს სამართალს მოუნახავს, დახმარებას გამოითხოვს, მაგრამ ოჯახს არ უმტყუნებს, კერიას არ გააცივებს. ბევრი არ შიყებოდა შორიდან, მაჭანკლებიც მოუგზავნეს, როგორ უმტყუნო ობლებს, იყო შემთხვევა, არა პოეტმა გვიამბო. მასპინძელმა რიჟაჟზე გაგვაღვიძა, გადავიხედე ფანჯარაში, ნადირობისთვის თენდებოდა, ცვარი ნაწვიმარებით ეყარა. ფოთოლი არ იძროდა, სანაკებო მეძებრები მოუთმელად წკმუტუნებდნენ, დარჩენილი მწევრები იზმორებოდნენ. გავსწიეთ. სეირი მალე ვნახეთ, იყო გაბმული ყეფაც მწევრების მოტოვებად, შემდეგ მეძებრები მაჯვს წააწყდნენ და სოროს ვეღარ გააშორეს. შინბრუნდებოდი. ვიღაცის ღობეს მივადექი, შევჩერდი დასასვენებლად, ცვარი კიდევ ეყარა, მზეს ამოეწვერა, სხივს ნაზად აპყურებდა ქოხს, ხეების წვერებს, ჩიტები 1000-ფრად ჯღურტულებდნენ. შავად მოსილმა ქალმა უკან კარებში გამოიტანა ნაბადი. ეზოს მივარდნენ კუთხეში, ჩემს მახლობლად ბოსტანში გაშალა და ფეხში შველა, თმა გაშვებულმა დაიწყო ტირილი, მოთქმა. წფელად, გულამომჯდარი, ისეთ ნას სიტყვებს, ისეთ შვენიერი ხმით ამბობდა, რომ მესრის გადმოღმა მეცავ ტირდი. ტირილი ზლუქუნად გადამექცა,
უეცრად მე შემრცხვა. ქალი კი საჩქაროდ ადგა და თავის ნაბდიანად სახლში მიიმალა. ბავშვები დაზარდა. ასწავლა 1000 ჯერ მეტი ვიდრე შეეძლო. ერთი ვაჟი მოანგარიშია კოოპერატივში, მეორე სასამართლოს მოხელია და 10 სოლშვილა ორივე. ჩამოისიძა სოფლის მასწავლებელი, წელში გახრილი ყავარჯიმთ ხელში გადადიოდა ერთისგან მეორესთან. არსად იყო ზედმეტ სტუმრად. ბავშვების მოვლა ჭუკის წამალი, თრთოლვარე ხელებით ამღვრეული თვალებით მოგსოვა წინდები, მიუტანა ბავშვს. ფეხი არ ჩაეტია. გაიხადე, ბები, ამა შენ ძამიას წაუღებ. შენ კი სხვას მოგიხსო. ბავშვის ტირილი. დედამ სთხოვა, მიეცი სულ ერთი აღონ გაჩუმდეს. რათა შვილო, ამას კოციას წაუღებ, ბავშვს ნუ გაანებივრებ. ბავშვი უფრო ტირის. რა დედა შეგენანა განა ერთი წინდა, გინდა მეორე შვილის მოიმადლიერო, თუ ამის საღირეულ პატივს არ გცემთ. წინდები ხელთ გავარდა. სიტყვა არ ამოუღია. შეისწორა თავსაფარი, ქალიშვილმა შეამჩნია ქცევა და კიდევ დაუმატა. ტყუილს ვამბობ თუ? ქალი ადგა, კალთები დაიბერტყა, ბავშვი არ ცხრებოდა, კაპასიშვილი. ნუტირი, უკეთეს გიყიდი, რომ ბებიამ არ დაგამატლოს. ქალი წავიდა უმიზნოდ. შემოუარა სახლს, რომელსაც შიალია თვალის ჩინი, სიცოცხლის ჟინი, ჩაჯდა ბოსტანში. არავითარი აზრი, არავითარი ფიქრი, მხოლოდ სიტყვები. შეგენანა, მოიმადლიერო, საღირალი პატივი. გადავიდა მეზობლებში. რა დაგემართა ბეჩა, სახე რას გიგავს? სახეს არ გიგავს. არაფერი, ჩემო ფოტინი, დამსიცხა უსათუოდ. დაბრუნდა შინ, ჭუკებს ჯამით დაუდგა სომნარები ჭინჭარი. მიწვა, გრძნობს თავის სიმძიმეს, ტანის სიმჩატეს. არავითარი აზრი, არავითარი ფიქრი, მხოლოდ სიტყვები. შეგენანა, მოიმადლიერო, საღირალი პატივი და მოულოდნელად მოკვეთილი დასაბუთებული გადაწყვეტილება. აღარავისთვის ვარ საჭირო, სრულიად არავისთვის ვარ, სრულიად ზედმეტი. დიდი ხანია, ჩემ კაცთან უნდა წავსულიყავი. და გაიხადა, მოიხსნა, მოაგროვა, ერთად ზანდუხში ჩაალაგა ყოველივე ხელსადები, ფასიანი, გამოსადეგი და კონკებში გახვეული თითქმის საცვლების ამარა. ჩუმად გამოვიდა ნაჭირნახულებ ქოხიდან. თითქოს შემთხვევით ჩაუარა ქმრის საფლავს, დიდხანს არ შეჩერებულა. ერთი კი მიუჯდა, ხელი გადაუსვა, ბალახში მიმალულ ქვას და მკაცრად უთხრა. ხო, მოვალ ჩემო ფილიპე. შვილებმა კარგა ხანს ვერ გაიგეს დედის გადაკარგვა. ერთს მეორესთან ეგონა. გაიგეს, შეძრწუდნენ შერცხვად, მოგვეჭრა თავის სოფელ ქვეყანაში, რა სიტყვიან მოხუს დედას ვერ მოუარესო. უნდოდათ საზებრად წასვლა. ეძვირათ. უნდოდათ გაზეთებში გამოცხადება, უარესად მოგვეჭრება თავიო. ასე იცოდნენ. დედას გულმაუგზნო შვილები დამეჩაგრება, სახელი გაუტყდება და ჩამოთხოვილი ფულით დაზღვეული მისი ნაკარნახების სხვისი დაწერილი ბარათი გაგზავნა. საყვარელო შვილებო, ნუ მიწყენთ, საოცავად წავედი, ნუ მეძებ შვილიშვილები დამიკოცნეთ, ჩემზე ნუ სწუხართ, მშვიდობით სამუდამოდ. ეს იყო თავსაფრიანი ქალის ერთი იშვიათი სიცრუეთაგანი. ბარათი შესაფერისად გრძელი იყო, შვილები დაწყნარდნენ, გაუხარდათ, სხვებსაც აჩვენებდნენ თავის გასამართლებლად, კეთილსინდისიერად გაიყვეს მცირე მემკვიდრეობა, რამდენიმე ვერცხლის ფული, აბრეშუმის თავსაფარი, ძვლისტარიანი ხანჯალი და სხვა. მოკრძალებით მდგომ მოთხოვარს ავარამ უთხრა. დედი, რას გვაწვალებ, თავს რად იწამებ? რა ვქნა შვილო, მე კი მინდა სიცოცხლე? ამ მტკვარი და მისი ჯანი. უიმე, ჩემი ხელით სული როგორ წავიწყმინდო და სწრაფად გაშორდა როგორც კეთროვანს. გაზეთის ქრონიკაში ეწერა. ვაკის ჩიხში მილიციამ იპოვა მოხუცებული ქალის გვამი. აცვია დახეული შავი ხამი და ძველი წუღები. გულზე კიდია თითბრის ჯვარი. მარჯვენა ხელის უსახელო თიცი აქვს ხმარებისაგან დალეული ნიშნობის ვერცხლის ბეჭედი, რომლის შინა გვერდზე ნახევრად წაშლილი ასოებისაგან ჩვენ ამოვიკითხეთ, ვერ დავადასტურებთ ფილიპე. უცნობის გვამი გადაგზავნილია. შვილებს ქრონიკიერის შენიშვნა მგონი არ წაუკითხავ და არც არავის მომბნია მათთვის. ყველაზე უფრო განათლებული და თან ყველაზე უფრო ტუტუცი შვილი ზოგჯერ ბრძნულად შენიშნავს მოხუცებისგან ზოგიერთს გამოელევა მოსაზრების უნარი და მოქმედებს შეუგნებლად. მაგალითად გაჰყვება გზას და მიდის. ამას ჩვენში მხარის შეცვლას უძახიან. მეცნიერებმა კი მანიაკალური მდგომარეობა უწოდეს. დიდებული ადამიანები უძებნოდ იკარგებიან. აქ თავდება ნიკოლოზ კიბანძის თავსაფრიანი დედაკაცი. მალე 3 მარტივოდის დედების დღე და მინდა რომ ეს დღევანდელი ჩვენი ლიპარასკევებად სამას წინასწარ მიუძღვნათ. გაუთხილეთ დედებს, ბებიებს, ისინი ცოდედები იყვნენ, ქალებს და ადამიანებს. და ვიყოთ სავსე გრძნობით და ადამიანებით. შემდეგ ლიპარასკევამდე გემშვიდობებით. მადლობა ნიკოლოზ კიბანძეს და მადლობა თავსაფრიან დედაკაცს. აბა, ბედნიერად.